ბევრი ფიქრობს, რომ ფაქტობრივად ამბა დაასრულა ამერიკის ლიდერობა თავისუფალი სამყაროს. ეთანხმებით თუ არა თქვენ? არა, მინიმუმ ეხლა არ ვეთანხმები და მე განსხვავებული მიდგომა მაქვს არა თვითონ მაგასაკეთთან დაკავშირებით, არამედ იმაზე ჩვენ რაზე რომ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული, როგორც პოლიტიკური კლასი საქართველოსი, ისინი, ვისაც გვინდა ფუნდამენტური ცვლილება და გავრისკავდი ვიტყოდი საზოგადოებაც. თავისთავად აბსოლუტურად ლეგიტიმური და ბუნებრივია დისკუსია იმაზე, რომელი ნაბიჯი ახალი ადმინისტრაციის რას ნიშნავს, ან წინა ადმინისტრაციის ან შემდეგ. მაგრამ ჩვენ რა სცენარსაც არ უნდა რა სცენარიც არ უნდა განვითარდეს, უნდა ვიყოთ ფოკუსირებული იმაზე, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ. და როგორ უნდა დაუპირისპირდეთ ივანიშვილის რეჟიმის მავნებლურ, მოღალატეობრივ, სიცრუეზე დამყარებულ ცინიკურ პროპაგანდას. ეს პროპაგანდა ყველაფერს, რაც ხდება საერთაშორისო ასპარეზზე, ამა თუ იმ ფორმით უტიფრად ბუნებრივია საკუთარი ამოცანებისთვის იყენებს. და ჩვენ უნებლიეთ ამას არ უნდა შევუწყოთ ხელი, ან რაღაცა, როცა ხდება საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ფუნდამენტურად საშიში, მაგალითად შეჩერება უკრაინისთვის, დროებითაც სამხედრო დახმარების, ახლა ამაზე ეგროთ ცუდია უნდა თქვა, მაგრამ განცხადებები რომ დასრულდა თქვენ კითხავს არ გულისხმობ პოლიტიკოსებისგან, ან იმ ადამიანებისგან, ვისაც საზოგადოებრივ აზრზე გავლენა აქვს, ან ამბიცია აქვს გავლენა აქვს. დასრულდა ყველაფერი რაღაცა აპოკალიფტური სურათის დახატვა. მინიმუმ მანამდე სანამ ეს არ მომხდარა და არ განხორციელებულა, რადგან იმედი მაქვს რომ არ მოხდება, მაგრამ ხო, ლაპარაკი რომ დამთავრდა, რომ კოცები მოვიდნენ ამერიკაში, ხო რაღაცა აბსურდია. ხო რა, სისულელე და აბსურდი. პირიქით, ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული მხილებაზე ამ რეჟიმის, რომელიც მაგალითად იმ კრიზისის ფონზე, რომელიც იყო უკრაინის და შეერთებული შტატების ურთიერთობებში, იმ ცნობილ შეხვედრამდეც პირველი განცხადებების ფონზე, რომელიც მოყვა მინერალებზე შეთანხმებაზე პირველ უთანხმოებას და მეორე ამ შეხვედრას მერე ხარობდნენ, ვერ იკავებდნენ თავს, უბრალოდ აი მოსრიალდნენ, ანუ უკვე იმ ეფექტურ გზავნილშიც კი არ იყვნენ, რაც სამწუხაროდ ეფექტური იყო, ხო რომ ხშირა აი ჩვენ ფრთხილობდით, ხო ხედავთ რატო ფრთხილობდით, ეგ ხო აქვთ ეგ ხაზი, რომელიც სიცრუეზეა დამყარებული, მაგრამ უფრო დამაჯერებელია. მაგრამ არა, მათი რეალური სახესად გამოჩნდა სიხარულში. აი სიხარული ეს კითხვა მე ბევრჯერ ჩანსი მქონდა თქვი და ეხაც რიტორიკულად ვიმეორებ. რა ანალიზსაც არ უნდა აკეთებდე, ან როგორც არ უნდა ჩემი აზრით ტყუილზე დამყარებულ კონცეფციას ავითარებდე, რომ სიფრთხილე გადაგარჩენს და უმოქმედობა და მით უმეტეს რუსეთთან და დაბლოკება რაღაც თვალსაზრისით. მაგრამ სიხარული შენი მტრის წარმატებით და უკრაინის მარცხით ეგრითი აიხსნება. თუ არა უზნეობით და მოღალატეობრივი ინსტინქტით. ბევრს დაუსვი მეც ფეისბუქზე დისკუსიაში, ვინც აი ოცნების პროპაგანდას აწარმოებენ ასეთ ადამიანებს და მათი პასუხი იყო ასეთი, რომ ჩვენ კი არ გიხარია, ჩვენს გვიხარია, რომ ჩვენი პოლიტიკა სწორი აღმოჩნდა. ჩვენ მართლები რო აღმოჩნდა. არა, ხო და არ უნდა ვუთმოთ ეს. გადავარჩინეთ. შავა რამიშვილის, რომელიც არის პროპაგანდის, გავიგე, ეგ ისევ დაბრუნება უფრო შეფარულ, არ მოუსრიალებელ მავნებლურ გზავნილს. შავა პაპუაშვილმა რა. შავა რამიშვილი, რომელიც არის სახე ივანიშვილის, აი ნიშნულოვანი, ხო? ხო, ეს არ არის ცალკეული პროპაგანდისტი, ის განასახიერებს სახეს. ისე, მაგიტომ ზღური მოსრიალდა თქო. რაც გულში აქვს ის აღმოხდა. ხო, რომ უკრაინის დამარცხება ჩვენ წარმატებაა. ამიტომ ეგ და ის, რასაც შენ ახლა ციტირებ, რომელიც უფრო შეფარულია, არ არის ერთ და იგივე, ხო? ანუ ეს არის სიმართლე. ეს არის სიმართლე, რომ ამ კაცს და მის გარემოცვას გულწრფელ შემცდარ ადამიანებს არ გულისხმობ. შეიძლება ვისადან ჩვენ ქონდა ეს ინტერაქცია. საკუთარი ძალოფლების შენარჩუნებისთვის მიაჩნიათ ერთადერთ გზად რუსეთის გავლენის განმტკიცება, დასავლეთის დასუსტება, უკრაინის მარცხი, ანუ რეალურად ქართული სახელმწიფოების განადგურება ამა თუ იმ ფორმით, ოღონდ თვითონ იყოს ძალაუფლებაში. ეს არის რაშიც უნდა ვამხილოთ. ისევე როგორც შავა პაპუაშვილმა განავითარა ასეთი ლოგიკა, როცა ეს კაბინეტში, ოვალურ კაბინეტში სამბალო ხდა. შემდეგ რომ დაახლოებით შინაარსს ხო მე ახლა არ ციტირებ მას, რომ არსს გადმოწევ. რომ აი ჩვენ ხო ვამბობდით, რომ არავინ არ არის შენი მეგობარი, ჩვენ ვიცოდით, მაგასაც უპასუხო. როგორ თქვა 2008 წელს, ნუ იქ გულისხმობენ რომ 2008 წელს შეგვითრიეს ომში და მე როგორ მაყურებლისთვის ხო, მაყურებელს მე მეგონა მე აჩვენებდი კიდევაც. ვიცი, ეგ უფრო დავასრულებ, მაყურებელს, ანუ 2008 წელს შეგვითრიეს ომში, დაახლოებით ეს იგულისხმებოდა და მე ობამამ ადგა ისა, რა ქვია, გადატვირთვის ღილაკი მოიტანა და ეხლაც ეს ხდება, ანუ უკრაინას შეითრიეს ომში და ეხლა ტრამპი მოვიდა და იქ რაღაც კვეკლუცობს და აგერ
ზელენსკის კუთხეში მიყენებას, ანუ აზრი ის არის, რომ შეგიტრევენ თავის ინტერესთან გამომდინარე, მე მიგატოვებ. ეს არის დასავლეთი. უკეთ არტიკულირებ ახლა ვიდრე ივანიშვილის რეჟიმს, რომ ანუ არსი რო გამომართო. ხო, მაგრამ სიხარულთან ეს რა კავშირშია? ჯერ გამოვწურო. ხო, აი ჩვენ ამას ვამბობდით. შავა რამიშვილის რომელიც არის ივანიშვილის საკ. რატომ უნდა დავანებოთ თავი? პაპუაშვილზე. არა, ხო და მე არ უნდა დავანებოთ თავი, იმიტომ რომ როცა შენი მოწინააღმდეგის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების მოწინააღმდეგის, ანუ ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა გასახავს. არ მისმენია ამ შალვა რამიშვილის გადაცემა. გამოსმენო, ძალიან მოკლე ციტატა იყო. ძალიან ციტატა ვიცი. ხო და ცუდია, მე რა უნდა ვიყოთ, რას გულისხმობ, იცი? ანუ ფოკუსირებული იმაზე უნდა ვიყოთ, ჩვენი მტერი სადაც შედარებით უფრო ეფექტურია. შედარებით ისევ ტყუილია და არ გეგონოს რომ გაურბივარ მაგ ნაწილს დაუბრუნდები ერთ წუთში. მაგრამ ამოვწურო ჯერ ეს ნაწილი, როცა შენი პროპაგანდის თავარ სახეს წამოწდება, რომ უკრაინის მარცხია კარგი საქართველოსთვის. ეგ კი არა, ეგ შეფუთული დემაგოგია. ხო და რითი აიხსნება? უბრალოდ რითი ახსნა, მე თვითონ ეს არ მომისმენია. როგორ გააგრძელა ეს? ვერ აიხსნება მოღალატეობრივი უზნეობის გარდა. ხო, აი. და იმის გარდა რაც მე ვთქვი. ხო და ამაზე უნდა უთხრათ. იმაზე სპეკულირების მაგივრად ტრამპი რას იზავს, რაც ასევე ლეგიტიმური დისკუსია, მაგრამ ხოლოდ ამაზე მით უმეტეს რაღაცა აპოკალიფსების და ხათვა მანამსანამ ეს მომხდარა წინ გასწრება მოვლენების და ამ შემდეგ ну, ახლა ზოგიერთმა ჩვენი ბანაკიდან ასე ვთქვათ, როცა ნახა კათოლიკე წევრები ამ ადმინისტრაციის რელიგიურ დღესასწაულზე ჯვარი რო ეხატათ, რაღაცა გილიადი მოდისო, რაღაცა ცნობილი მოსამსახურის მონათხრობი რო არის ნაწარმოები მე სერიალი იქიდან აიღო რომ რაღაც რელიგიური დიქტატურა დამყარდა იმაში და კოცები ამაზე გახარებული იყვნენ, ანუ კოცებს მოძახი ხელისუფლებას, არა რიგით ადამიანებს ამ შემთხვევაში. რომ აი ჩვენაირებ მოვიდნენ. და აქედან ჩვენი მხარეც ამას რაღაც თითქოს ნაწილობრივ უდასტურებს. რა სისულელი ეს ფარისეული აფერისტები იყვნენ სოციალისტური ბანაკის წევრები. ტყუილი არც რელიგიურები არ არიან რეალურად. რაღაც ნაწილი შეიძლება უცხოელი ადამიანების მანდაც კი არის შავრაზმული შეხედულებებით ზოგი სამწუხაროდ, მაგრამ ძირითადად არიან ფარისეველი აფერისტები. ჩვენ ამ სისულელეს მით უმეტეს როცა ეს ტრადიცია თავისუფალ სამყაროში არსებობს და არანაირი საფრთხე რელიგიური დიქტატურის არ არსებობს თავისუფალ სამყაროში და არც ამერიკაში. როგორც არ უნდა აფასებდეს ვინმე ტრამპის ადმინისტრაციის სხვადასხვა ასპექტებს, ხო? და ბუნებრივია მაშინ თუ ყველამ გაიხსენა, ვინც ადევნებს თვალყურს მოვლენებს, რომ დემოკრატიული კათოლიკე ლიდერებიც ჯვარს იხატავიშვილზე და ესე პოზიციონირება არის დახმარება ამ რეჟიმის სიცრუის. რომ აქეთ არის წმენა ვითომ და თავისუფლება იქით ხარ ეს არის ლიბერალური ამბავი და ხარ ტყუილი ამ ტყუილში არ უნდა უყეთ. ისევე როგორც აი ამ დისკუსიისას ისო გადავხდი მე თვითონ ცოტა უკაცრავად, რომ დაუბრუნდეთ მაგ საკითხს, მათ უნდა გაუხადოთ საპასუხოდ ეს საკითხი. ყველგან და ყველას იმ შეფარულ ლაპარაკზე სანამ გადავალთ დისკუსიაზე შეფარულ გზავნილთან მიმართებაში. ეხლა მეორე როგორი სცენარიც არ უნდა იყოს თავისუფალ სამყაროში რა ტენდენციამაც არ უნდა გაიმარჯვოს ამა თუ იმ ასპექტზე. დღეს მინიმუმ ნადრევია და ჩემი იმედია როგორც საქართველოს მოქალაქის და ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე რომ არც დადგება ეგეთ მომენტი რომ აი ახალი პოცდამი არის ხო პოცდამს იხსენებენ რომ აი რაღაცა ესეთი გადანაწილება მოხდა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ თუ არასწორ მხარეს არ მოხვდეთ. როგორც ცუდადაც არ უნდა იქცეოდეს შენი მოკავშირე და ამ შემთხვევაში ტრამპს კი არ გულისხმობ ან ობამას ან ბაიდენს ნებისმიერს და როგორი საწინააღმდეგობაში არ უნდა იყოს შენ ეროვნულ ინტერესებთან. უნდა მოქმედებდა შენი ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე. შენი ეროვნული ინტერესი არის ჩვენი ეროვნული ინტერესი არის იყო დაცული სახელმწიფოებრიობა. არასად არ გასწორებ ისინი ცდილობენ ჩვენს სასოწარკვეთაზე იკვებებიან სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება თავისუფალ სამყაროში. რუსეთთან ისინი ამბობენ რომ არის ეროვნული ინტერესი არ იყო რაღაც ამ ორ დიდ როცა ხარი იბრძვის შენ ბუზივით არ გაგჭყლიტო შუაში. ხო და ტყუილზე ემყარება ეგ ამბავი. ხო და ტყუილზე ემყარება ეს ამბავი, ანუ ეგ გულისხმობს სადაც გვისაუბრია რომ არსებობს გაიმეორა მარკო რუბიომ, როდესაც თქვა არ გაუმეორებია, აი ეს არის ომი ამერიკასა და რუსეთში. აი ხო მე რა შენ უკრაინა რუსეთის ომი კი არ არის. შენ უნებლიეთ აკეთებამას. არა, ესე არც უსმენე არც წაიკითხე. მე სტარად იმაჩნია ეგ აქცენტი სახელმწიფო მდივანე რუბიოსგან. სწორედ იმიტომ როგორც მე გამოყენება ხდება ამის, მაგრამ მან თქვა რომ მე თუ წაიკითხავ ციტატას რომ იგულისხმობა ის რომ უკრაინას ეხმარება ამერიკა. ის კი არა რომ ამერიკამ ჩაითრია ომში. აუდი მაგრამ ეს ზავნილი მაშინ რატო იმეორებ ქოცურ ნაწილს? გამოვიდა. ქოცურ ნაწილს რატო იმეორებ? მე რა. არა, ქოცურ ნაწილს კი არ იმეორებ. ასეთ როგორ კაცო აგერა ციტატა მომიხარე ამბობ რომ ჩვენს ყველა ნაცვლს დასწრებს საუბარს უბრალოდ მაყურებელს მხოლოდ ხალხს მოისმენს. როგორი იყო ციტატა სახელმწიფო მდივანი რუბიოსი. ჩემი საქმე არის და არ სჭირდება მას ჩემი ადვოკატო მოგონ ჩვენ ხო ზუსტები უნდა ვიყოთ და არა ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდას ავყვეთ ხო უნებლიეთ. ხო ჟურნალისტის კითხვას არ გულისხმობ მაინცსა და მაინც. სენატორ მოვიდა თქვა რომ ეს არის პრობლემა რაც ხდება, პროქსი იხმარა ტერმინი და ამიტომ არის მცდარი ეგ აქცენტი ჩემი აზრით, მაგრამ რასაც ის გულისხმობდა, რაც თქვა, ჩემი ინტერპრეტაცია კი არა, სიტყვას ციტირებს სიტყვას თქვით. იყო ომი რუსეთს და უკრაინას შორის და უკრაინას ეხმარებოდა და ეხმარება ამერიკა. ეს იგულისხმება. ის კი არა რომ ჩვენ
ვაიძულეთ უკრაინა ომში ჩართულიყო. ეგ არის 21 წუთი არ მოგეწონა რას ვიძახით თუ რა. 20 რასაც იძახის და შემდეგ რა თქმა უნდა იყენებს ნებისმიერ შიდა პოლიტიკურ დებატებს ან დისკუსიას ამერიკის შიგნით. ამა თუ იმ აქცენტს თავის სასარგებლოდ ეგ უნდა ვამხილოთ როგორც სიცრუე. მაგალითად ეს სიცრუეა რომ რუბიომ თქვა რომ ჩვენ ვაიძულეთ უკრაინა რომ ეომა. არ უთქვი ეგეთ რამე, რომც ეთქვა მაინც სტარი იქნებოდა და ეგ არ არის არგუმენტი, ვინმე სტარი ნათქვამი არ შეიძლება არგუმენტი იყოს სიმართლის საწინააღმდეგოდ. სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ თავისუფალ სამყაროში თუ არა ხარ რაიმე ფორმით უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ, თუ არ ყავს ძლიერი მოკავშირეები, სწორედ მაშინ იჭყლიტები. როცა ლაპარაკია რომ ორ დიდ შორის არ უნდა გაუჭყლიტო, ამითი დაშვება ხდება სწორედ იმ სიცრუის, რაზეც 2 წამის წინ ლაპარაკობდი. თითქოს საქართველოს ან უკრაინის ან მოლდოვის მოქმედებება გამოიწვია ეს. და თითქოს არსებობს ალტერნატივა თავისუფალ სამყაროში დაცულად ყოფნისა, ძლიერად ყოფნისა და გადარჩენის. მაგრამ მაშინ რას გულისხმობდა ტრამპი, როდესაც პირდაპირ დააბრალა ბაიდენს. ზელენსკის დაკლება ბაიდენს. არა, ზელენსკიზე ხო თქვა? გავიგე, მან და ტრამპმა მაგის საწინააღმდეგოს თქვა. და მისი რიტორიკა წინააღმდეგობრივია, ეგ ხوارცულის რეალობას. რეალობა მდგომარეობს იმაში, რომ ზელენსკი თავის დროზე აირჩიეს იმ გზავნილით, რომ რუსეთთან დაალაგებდა ურთიერთობას. ანუ ის აკრიტიკებდა მის წინამორბედს იმისთვის, რომ ვერ დაალაგა. და სად მივიდა მე ეს ვითარება? რა ქნა ზელენსკიმ, რამაც გამოიწვია რუსეთის აგრესია. რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი და სიცრუე. რუსეთი ეხლაც და სხვაშორის ეხლა მაგ კრიტიკულ მომენტში ვართ, ხო, როდესაც ცეცხლის შეწყვეტაზე რომს დათანხმდეს ტაქტიკურად, ჯერჯერობით არ თანხმდება, ხო, პირობებს აყენებს არარეალისტურს. მაინც საკვანძო საკითხი იქნება დათანხმდება თუ არა, მოუწევს თუ არა იძულება დათანხმდება თუ არა მოკავშირეების ჯარებს სამშვიდობოს უკრაინაში. იმიტომ რომ თუ ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდაა სიმართლე, რომ რაღაცა უკრაინამ ან საქართველოს რომელიმე ხელისუფლებამ ხას უსვამს რომელიმე ქნა ისეთი რამაც აიძულა ან ჩააყენა რუსეთი ამ მდგომარეობაში რომ დაგხსნოდა თავს რა მაგარი ლოგიკაა ან დიდ ბიჭებს შორის ჯგუფში არ უნდა გარეულიყო და სხვა გზა ქონდა მაშინ ეხლა ლაგდება ყველაფერი ანუ უკრაინის სახელმწიფოებრიობას თუ არ ერჩის პუტინის რეჟიმი ისე როგორც საქართველოსაც მოლდოვისას როგორც ასეთს მაშინ პრობლემა არ იქნება მშვიდობა დამყარდება მაგრამ ეს ხო ტყუილია ეს თუ ეს მოხდა ეს ნიშნავს მარცხს პუტინის და ეს მან იცის. მარცხი არის ნებისმიერი სცენარი, სადაც უკრაინის სახელმწიფოებრიობა თუნდაც სამწუხაროდ ნაწილი ტერიტორიის ოკუპირებული გადარჩა, არის ძლიერი და რუსეთი ეგუება მრავალწლიანი წინამდგომის შემდეგ ამ ფაქტს. იგივე შეიძლება ითქვა საქართველოს ჩვენი ეროვნული ამოცანა არის რომ ისეთ მდგომარეობაში ვიყოთ რომ რუსეთს აღარ შეეძლოს ან მისთვის ძალიან სარისკო იყოს ჩვენ წინამდე აგრესია. ეს ხერხდება მხოლოდ მაშინ თუ ფასი არის მაღალი მისთვის და თუ ყავს ძლიერი მოკავშირეები. თუ ძლიერი მოკავშირეები არ ყავს, რა შეაჩერებს რუსეთს? მანდ არის, ამიტომ უბრუნდები აი პაპუაშვილის ციტირებას, თავარი სიცრუე. და მანდ უნდა მივაწვეთ ყოველთვის მაგალითები უნდა ვთხოვოთ წარმატების ვინმესი, ვინც არ გაეჭხირა დიდ ბიჭებს ჯგუფში არ ყავს. არ არის ძლიერი. ჩვენ ვართო ესეთი სინამდვილე. ანუ ერთადერთი ხელისუფლება ვართო, ვისაც ომი არ ქონდა. გავიგე, ანუ კუჩმას რო არ ქონდა ომი და იანუკოვიჩს სანამ არ დამხოდი რომ არ ქონდა, მათი დამსახურება იყო ეს თუ პირიქით მათ განაპირობებს ის რომ ქვეყანა დასუსტდა. ანუ შეიძლება მტრისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებდა. შენ ანუ ივანიშვილის რეჟიმი. და მტერი იმ მომენტში ან არ იყოს ფორმაში, ან სხვაგან იყოს დაკავებული, როგორც რუსეთია დღეს დაკავებული უკრაინაში მთელი რესურსით და ამიტომ იმ წამს სრულფასოვან აგრესიას არ ახორციელებდეს. მაგრამ თუ შენ გავ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც მას უადვილებს შენ წინამდე აგრესიას, ის სიამოვნებით დაგელოდება. თუ შენ სუსტდები, ხო, და მას შეუძლია რომ მასზე ხატოვნად ვიძახი დაგესხას თავს, შეიძლება დღეს და ყოველ არ დაგესხას თავს. ოღონდ იმას კი არ ცulis, რომ შენ მისთვის სასარგებლო ნაბიჯები გადადდი. ამიტომ დიახ, უნდა ვამხილოთ ისინი იქ სადაც გაასხეს ბოდიში ამ სლენგისთვის, ანუ ძალიან ღიად გამოჩნდა მათი სახე და ამიტომ ვიხსენებ სულ სიხარულს ჩვენი მტრის წარმატებით, როცა ამის შეფუთვა ცდილობდნენ, იქ უნდა ვამხილოთ, რომ დაშვება რომ არ გავერიოთ დიდი ბიჭების ჯგუფში, სიცრუეზეა დამყარებული, თითქოს ჩვენ გავერიეთ, თორე ისე რუსეთი არ გვერჭოდა. ხო, ეგ სლოგანი ხო 12-ში თქონდა. ჩვენ არ უნდა მოვიწყოთ რაღაცა ნატო, უნდა ვიყოთ რაღაც. ზელენსკის არ უნდა მოლდოვა ხო არ ითხოვდა ნატოს. ერთი წამი, ნატო, ერთი წამი. ოდო კარგია ეს მაგალითები მოვიყვან. მოლდოვას კონსტიტუციაში უწერია ნეიტრალიტეტი. რა თქმა უნდა. და რა, რუსეთმა რა დაანება თავი? ახორციელებს მუდმივ პოლიტიკურ აგრესიას და სამხედრო აგრესია განხორციელებდა და ოკუპირებული აქ ტერიტორიები და უკრაინის წინამდებობა რო არა და ის ფაქტი რომ არა რომ ჩვენგან განსხვავებით მოლდოვას საბედნიეროდ საზღვარი არ აქვს რუსეთთან, სრულფასოვანი აგრესია ექნებოდა ეხლა უკვე მას. ნატოზე უარი აქვს ნათქვამი. იანუკოვიჩი ნატოზე უარი ქონდა ნათქვამი. და უნდა და ხალხს უნდა და უვიზოთ სიარული ევროპაში და ვაჭრობა და მაგაზე ათქმევინეს უარი ღალატი ჩაადინეს. ეგეც ტყუილია, ხო?
თავისთავად ნატოს საკითხი აქაც შიდა დებატები ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, სადაც ერთი პოლიტიკური ფიგურა ამჟამინდელი ადმინისტრაცია წინა საკრიტიკებს და წინა ამჟამინდელს სხვადასხვა ფორმით ბუშს დაბრალებდნენ ხო ამას ხო მისი შემდგომი და მისი პოლიტიკური ოპონენტები ხო მისი ბრალი იყო თითქოს ეს და მან დაუკვეთა 1000 რამე ხდება ხოლმე დემოკრატიის პირობებში ეს განცხადებების ის სიმართლე რა შემდგომარეობს ხო რომ ნატოს გაფართოების საკითხი ჩვენ რეგიონში 2008 წლის შემდეგ გაჩერდა დროებით დაიხურა სამწუხაროდ ეს უმძიმესი შეცდომა იყო ამიტომ პირიქით გაფართოებამ კი არ გამოიწვია ეს ყველაფერი გაუფართო იმან რომ არ მოხდა გაფართოება მაგან გამოიწვია სწორედაც რომ და ეხა რიტორიკულად რომელი პოლიტიკური ფიგურა რა ხერხს იხმარს ეგ ამან არ უნდა შეგვიცვალოს ჩვენი ფოკუსი არ უნდა შეგვიცვალოს ის რომ თუ ცუდი სცენარი ხორცელდება მაშინ მით უმეტეს გჭირდება ხელისუფლება რომელსაც ექნება შესაძლებლობა ვაშინგტონშიც ბრიუსელშიც ბერლინშიც და ლონდონშიც და ჩვენ რეგიონშიც იპოვოს მოკავშირეები იმიტომ რომ ჩვენ ამოვდივართ იქიდან რომ რუსეთი აპრიორი გვერდჩის აი ამას თუ ვკითხავთ ქართულ ოცნებას რომ ანუ რუსეთი გვანებებს თავს და ეგუება ჩვენ სახელმწიფოებრიობას ჩვენ თუ დიდი ბიჭების თამაში არ ვეხვევით მე სამის ჯერა ვიცი რომ ჯერა ხო და მაგალითად დასავლეთის მაგალითად ნატოზე კი არა ზოგადად დასავლეთის კი რო არ ვიქაჩებოდე და რაღაცა ვიყოთ ჩვენთვის არც ევროკავშირი არც ნატო არაფერი ზიად გამსახურდია მაგალითად მოყავს ხოლმე ივანიშვილის რეჟიმს მისი კოცური კუთხით ხო თუ გინახიათ სოციალურ მედიაში იყენებენ ხოლმე რაღაც მის კონტექსტთან ამოღებულ ციტატებს რომელიც ასევე მე არ ვეთანხმები იმ ციტატებსაც მაგრამ იზრდებიან რომ აი არც დასავლეთი არც რუსეთი მის ხელისუფლებაში ეს განწყობილებები იყო ამან დაიცვა გამსახურდეს ხელისუფლება რუსული აგრესიისგან ამ მიდგომამ არა რა თქმა უნდა არც ერთ ხელისუფლებას შევარდნაძეც კი ჩვენ გაგვიხსენები ეს რომელმაც სოხუმის ოკუპირების შემდეგ რუსეთის მითითებით დანიშნა რეზიდენტები თანამდებობაზე. უბრალოდ კი არა, ნატოსკენ გახედვაზე ლაპარაკიც არ იყო. არც განიხილებოდა ხო მაშინ გულისხმობ 90-იან წლების დასაწყისს. მათი რეზიდენტები დანიშნა საკვანძო თანამდებობაზე და დსთ-ში შევიდა. და ერთ წელიწადში მას აფეთქებდნენ, ხო? მნიშვნელობა არ აქვს რა ანატომია ქონდა. უბრალოდ ფაქტებზე ვლაპარაკობ. ამიტომ როცა მაგას გვეუბნებია რომ იცი რა თუ არ გავერევით ამ დიდ თამაში ჩვენ მაშინ მშვიდობით და დამოუკიდებელი და ძლიერი სახელმწიფო ვიქნებით და თავისუფალი, ეგ არის სრუე და უნდა მოვთხოვოთ მაგალითები ამის. და უნდა ვამხილოთ ის, რომ რუსეთის დაცვა ხდება ირიბად მათი მხრიდან და აქ ციტატების მოყვანა რომელიმე დასავლელი ლიდერისგან, რომელსაც უშუალოდ მისი ეროვნული ინტერესებისთვის მყისიერი საფრთხე აქვს რუსეთისთვის, არ არის გამართლება მათი. ჩვენ აქ ვართ და სწორედ პირიქით უნდა შევუწევოთ. აქ რო ხარ, ზე აქტიური უნდა იყო პოლიტიკურად და დიპლომატიურად რომ მტერი არ შეაკავო. მომყავს უბრალოდ ხელისუფლების არგუმენტები იმისთვის რომ იყოს საშუალება რომ პასუხი გავიგოთ. კი, რა თქმა უნდა. ანუ მაგალითად ხო ისინი ამბობენ რომ როდესაც თქვათ საქართველოს ხელისუფლება იქნებოდა თუ უკრაინის ხელისუფლება იქნებოდა ამ შემთხვევაში ცდილობს რომ ნუ რუსეთის გავლენის სფეროდან გამოვიდეს გამოჩნდეს დასავლეთის ნახევარსფეროში, დასავლეთის გავლენაში და შესაბამისად ამას რუსეთი არ დაუშვებს. ეს ისეთ ბევრჯერ მოგისმენთ. ან ისინი იმას კი არ ამბობენ რომ რუსეთი კარგი ბიჭია, რუსეთი კეთილია. ისინი ამბობენ რომ რუსეთი ცუდია, ბოროტია და შესაბამისად ის არ დაუშვებს იმას რომ ჩვენ დასავლეთის კლუბში აღმოჩნდეთ. ხო და უყურეთ აი ხო და ამიტომ ჩვენ გაგვანადგურებს. ხო და მიუხედავად ამისა ბოროტია არ გვანადგურებს. ხო და ამიტომ უნდა დაუთმო. უყურე ხო და დაუთმო რა თუ მას ჩემი სახელმწიფოს განადგურება არ უნდა მაშინ მას არანაირი პრობლემა არ ექნებოდა იმასთან მოლდოვის კომუნისტურ ხელისუფლებასთან კომუნისტები იყო არ ექნებოდა ეს პრობლემა მაშინ არანაირი პრობლემა არ ექნებოდა იგორ გიორგაძის ხელით შევარდნაძის მოშორებასთან მინიმუმ ხო ანუ რატომ მომყავს ეს მაგალითები ბევრი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება მათი ანუ ციტატებიცაც რა თვითონ რაც არ აწყობთ შეიძლება იმაზე რა თქმა უნდა არ გააკეთენ ფოკუსი რომ პუტინს რა თქმა უნდა საფრთხეში დაგრევა იყო ტრაგედია და გეოპოლიტიკური უნდა აქედან ხო ელემენტარული დასკვნა მისი მოქმედებიდან რომ ამის აღდგენა უნდა ანუ რას ეუბნები რას გეუბნები ჩვენ რომ სახელმწიფოებაზე უარი ვთქვით და გადავრჩებითო ეგ არის ყველაზე უსინდისო სიცრუე რასაც ისინი აკეთებენ ზოგ წესიერ ადამიანსაც დააჯერეს რომ ეს არის რაღაცა გონივრული ტაქტიკა სიმართლე მდგომარეობს იმაში რუსეთი აპრიორი გვერდჩის და დასავლური გავლენის გავრცელება იმიტომ არ უნდა რომ დასავლური გავლენა მას უზღუდავს შესაძლებლობებს ანუ პირიქით არის ყველაფერი მიზეზი დასავლური გავლენის გავრცელება კი არ არის მიზეზი არის ის რომ მათ უნდა ჩვენი განადგურება და ამაში რაც ხელს უშლის იმას უპირისპირდებიან ანუ კაცი გეუბნება რომ ადრეც ვისაუბრეთ მაგრამ გავმეორდეთ ხშირად შენ ჯარი არ უნდა ყავდეს რატო? იმიტომ რომ თუ გეყოლება თავს დაგესხები. და რატო არ მინდა რომ ჯარი ყავდეს? იმიტომ რომ ვაპირებ რომ თავს დაგესხა. ან თავდაუსხმელად კაპიტულაცია გამოგაცხადებოდა და სახელმწიფოებრიობა გაგიუქმო. აქედან უნდა ამოვიდეთ.
და ამიტომ არის ეს მთავარი სიცრუე, რასაც ისინი აყრდნობენ. მათ 2012-ში ჰქონდათ ეს სლოგანი და მაშინ ეს ბევრად უფრო დამაჯერებელი იყო. მაშინაც ციტირებდნენ ევროპული პოლიტიკური კლასის ნაწილის ნარატივს და უფრო დიდი ნაწილის ვიდრე ეხლა. გახსოვთ ხო სლოგანი, რომ საქართველო არ უნდა იყოს დაპირისპირების საგანი დასავლეთ და რუსეთს შორის. მათ შორის აი დეკორაციები იყვნენ ისინი პოლიტიკურად შევარდყვას კი არ ვაყენებ, მაგრამ ძალა არ ქონათ, მაგრამ გულწრფელად პროდასავლური ნაწილის ქართული ოცნების ონ დეკორაციები სინამდვილეში რომელიც სამწუხაროდ დათანხმდა რომ დეკორაციები ყოფილიყვნენ ამ ეგრეთ წოდებულ კოალიციაში, რომელიც კოალიცია არც იყო, მთელი ძალაუფლება ივანიშვილს ჰქონდა, მაგრამ ისინიც ამას გვიმეორებდნენ, რომ დისკუსიობდნენ. ეს ყველაფერი ხდება უკრაინაში 2014-მდე. ამის მერე ნაწილი გამოფხიზდა 2014-ის მერე, ნაწილი 2022-ის მერე, ხო? ამ ხედვაში რომ ეგ არის კარგ შემთხვევაში გულუბრყვილობა, რომელთაც ან გულუბრყვილობებით დამალული შიშის გამოვლინება, ანუ და შიშს, რომელიც ნორმალურია, როდესაც კონდეს, მიყავხარ არასწორ დასკვნებამდე, რომ მოდი წარმოვიდგინოთ ალტერნატიული რეალობა, რუსეთი არ გვერჩის, თუ დასავლეთი არ გვიდგას გვერდში. და კითხვას რო უსვრო, კი, მაგრამ ეგ საიდან მოიტანე? ანუ ორი მხარეა და ესეთი მხარე, მოდი ამისკენ არ გავიხედოთ და მეორე მხარე ამ დროს რა შვება? თავს განებებს? თუ უფრო ადვილად განადგურებს? თუ მაგალითებს გადავხედავთ, სწორედ იმ ქვეყნებს შეექმნათ პრობლემა, რომლებმაც სხვადასხვა ეტაპზე, მათ შორის საქართველოს ხელისუფლება მაგალითები მოვიყვანე ხო შევარდნაძის და არა მარტო მოლდოვის ხელისუფლებამ, უკრაინის ხელისუფლებამ სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა დოზით ცადეს ამ გზაზე გავლა, რომ აი მოდი იქითკენ არ გავიხედავ, კონსტიტუციაში ჩავწერე ნეიტრალიტეტს და აღარ დამესხმება რუსეთ თავს. და რა გაიგო, რუსეთმა მოთხოვა მეტი. წინა დისკუსიისას შენც ახსენე, მეგონა ის ახლა ხო იცი აი ნავთობსადენი არ აწყობდა. ბიჭო, უიზო მიოსტო ნავთობსადენი თუ არ უნდა და ანუ სუვერენიტეტი ეგ არის, ხო? რომ შენ შეგეძლოს, რომ შენ ქვეყანა შენ მართავდე და ამას გეტყოდენ ახლა რომ პირიქით ჩვენ სუვერენიტეტს დასავლეთი გვილახავს, როცა ეხა ასე ერევა. კი, ერთდაიგივე არიანო, ანუ ეს უსინდისო ადამიანები იმ ძალას, ხო, აი შენ თქვი რომ კი არ გეტყვი რუსეთი კაიაო, მაგრამ მე გაეპარებათ რომ ერთდაიგივეა ეგ ყველაფერი. ანუ ვინც გენოციდი მოგვიწყო, ვინც ქალები და ბავშვები მოკლა და ქალები გააუპატიურა ათასობით, ხო? და ვინც ყოველდღე გვემუქრება და ვიზეს თვითონვე გვეუბნებიან რომ საფრთხეაო, იმას ადრებენ ჩვენ მოკავშირეებს. და თან მაშინაც კი როცა ლეგიტიმურად უნდა ბრაზდებოდეთ ჩვენ პარტნიორებს და მოკავშირეებზე, მათი მცდარი, არასწორი, ან თუნდაც ეგრეთ წოდებული პრაგმატული ნაბიჯების მიმართ რომ პრინციპებს ღალატობს, მაშინაც კი მტრის და პარტნიორის შედარება არის უდიდესი შეცდომა. მორალურად და ეგ არის რაც ივანიშვილის რეჟიმს უნდა, სწორედ თქვას რომ ყველაფერი ერთდაიგივე ნაგავია. ან მე განავითაროს რომ ისინი ერთმანეთში ჩხუბობენ, რუბიოს ციტატის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინოს მათ შორის და არა მარტო. იქ არის ეგეთი ფრაქციაც რუბიო მათ შორის არ არის. ვინც მართლაც ხრის რომ იცი რა, ცივი ომის დროსაც წვდენ. ეგეთი მცდარი მიდგომა იყო. 30-იანებშიც იყო მცდარი მიდგომა ჰიტლერის გერმანიის მიმართ, რომ უნდა შევეშვათ და ეს ყველაფერი გადაგვარჩენს და ჩერჩილი იმიტომ ისტორიაში შესული რომ განჭვრიტა მარტო მორალისტურად კი არა. პრაგმატულად უთხრა რომ ეგ მიდგომა უფრო დიდ უბედურებას მოგვიტანსო. თუ რამე დასკვნა გამომდინარეობს იქიდან, როგორც მოიქცა პუტინის რუსეთი ამ ბოლო 15 წლის განმავლობაში, 20 წლის განმავლობაში არის სწორედ ის, რომ ამ არგუმენტების მიხედვით, რომელიც ჰქონდათ ევროპულ ძალებს, ევროპული და დასავლური პოლიტიკური კლასის ნაწილს, რომ იცი რა, იქნება არ გავაღიზიანოთ და ეგ იყო სტაბილურობის ნიშანი, მაგან მიგვიყვანა ამ არასტაბილურობამდე. და არა პირიქით, ნატოს გაფართოებად. არ გაფართოება ევროპა ახლა ამას მიხვდა, ეს სალსა. და ერთია რომელიც დისტანციაზეა. ან ესე ადმინისტრაცია ამერიკის. ეხლა მივალთ მაგამდე. ერთია როცა დისტანციაზე მყოფი პოლიტიკური კლასი, რომელსაც დემოკრატიის პირობებში შიგნით 1000-ნაირი გამოწვევა აქვს, მოქალაქეები შეიძლება ეხლა სადღაც ომი არის კი, მათკენ ვართ, მაგრამ ჩვენ რატო უნდა გავრისკოთ აი ეს არგუმენტები შემოდის, ხო? სწორი კი არა, უბრალოდ დამაჯერებელი. ერთია სადაც ამ შეცდომას უშვებენ. და მეორეა როცა ჩვენივე ხელისუფლება იმის მაგალითად რომ ამ არგუმენტებს უპირისპირდებოდეს ჩვენი ეროვნული ინტერესებით გამომდინარე, იმის მაგალითად რომ ეუბნებოდეს დასავლეთს რომ რუსეთი აპრიორია საშიში და ჩვენი სახელმწიფოების დაცვა არის თქვენ ინტერესშიც. მარტო მორალურად კი არა, პრაგმატულად. ამ არგუმენტების მიწოდების მაგალითად კვერს უკრავს ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო არგუმენტებს, რომ მაგ ხაზმა თუ გაიმარჯვა, რომ ხო ეგრეა, რატო გავაღიზიანოთ დაუთმოთ ეს სივრცე, ეგ არის და პოცდამს რო იხსენებენ ახლა თვითონვე, რომ აი რო განაწილდაო. და მე იმის შედეგად ვინც რუსეთის გავლენის სფეროში მოხდა, იქ რა ხდებოდა. მაგას ბოლომდე მანდ არ მიყვებიან, თუმცა მათი ნაწილი ხელისუფლებაში ყოფების გულწრფელად მაგ საბჭოთა სულისკვეთების ადამიანები რომ ეგ კარგი სცენარია. ეგ არის უსაფრთხოება და მშვიდობა. ან მივდივართ იცი შალვა პაპუაშვილის გულისხმობს სწორედ. ხო და შალვა თუ ეგრე მოხდება, ეგ კარგი კი არ იქნება, მაგრამ ეგ აღმოჩნდება რომ დასავლეთი მაინც გაგწირავს შენ. და შესაბამისად რა თავის შეკვлас. არა, თავის შეკვлас არა. ამიტომ ხო და უყურეთ თავის შეკვლა კი არა, ანუ. ხოდი თავიდანვე დავდებდეთ, დაახლოებით ეს არის. ხო, როგორც ხვდები. ხო და მაგალითი ხო და ვინც ესე იმოძრავა ილავრირა, იმათ მოუწიათ ყველაზე დიდი მსხვერპლი.
სხვეპლი არ არის ლიტვაში, ესტონეთში, ლატვიაში და პოლონეთში. სხვეპლი არის უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვაში. სხვეპლი იქ არის. ანუ იქ სადაც აი ზოგჯერ გულწრფელად, მაგრამ უფრო ხშირად საკუთარი ძალაუფლებისთვის და ან პირდაპირ რუსული დაკვეთით, ან საბჭოთა სულისკვეთებით მოაზროვნე ესეთი არარაობები ამ დემორალიზაციას გადაგებდნენ. ეხაც ჩვენ დემორალიზებისთვის იყენებენ იმ დისკუსიას, რომელიც დასავლეთში მიდის, სხვა საკითხზე. ჩვენ ამას ხელი არ უნდა შევუწყოთ. შეიძლება ამ ომიდან ეხლა ამერიკის პოზიციას თუ გავითვალისწინებ, ბოლოს თუნდაც შესული პოზიციას, ხო? სადაც პირდაპირ ეუბნებიან, რომ ნატო უნდა დაივიწყო, ანუ რასაც რუსეთი ითხოვს. მე ეხლა გუთხარი მაყურებელს რომ უბრალოდ ციტირებ. ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში ციტირებ აი მაგითა დაგიჭირე რომ არა ნატო ხო და უყურე ნატო დაიწყებული იყო სამწუხაროდ იქამდე. ამას არა, რას ამბობს ტრამპი თქვენ ასეუბნება? ეუბნება უკრაინას ტერიტორიების ნაწილი უნდა დაივიწყო. არა, დაივიწყო რა სიშო. მანამდე ეუბნებოდა რომ საერთოდ არჩევნებიც უნდა ჩატარონ, რუსეთი რასაც ითხოვდა, ყველაფერს უნდა ეუბნება. და რა ხდება ახლა? რა ხდება? არა, ყველას არა. და რატო არ ბაში რუსეთი წინააღმდეგი ამ ყველაფერს? ტრამპის რიტორიკა, რომელიც მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემთვის როგორც საქართველოს მოქალაქეც არის, ან მიუღებელი ამცდა არის, ან საზიანო იმ თვალსაზრისით, როგორც იყენებს სამაშვილიშვილის რეჟიმი და სამწუხაროდ ჩვენი უბანკის წარმომადგენლები, არ ცვლის მთავარ საკითხს. უკრაინის სახელმწიფოების საკითხი. სამწუხაროდ ნატოს გაფართოების საკითხი. წინა ადმინისტრაციის დროსაც ამაზე იყო ნეგატიური პოზიცია, რაც მე მგონია უძიმეს შეცდომა, მაგრამ ეს არ ცვლის რეალობას ჩემი შეხედულება. ამიტომ ტრამპის მიერ რიტორიკულად ამის გაცხადება არ არის რაიმე დრამატული ცვლილება სამწუხაროდ. როცა წარმოვაჩეთ, ეხლა ტერიტორიას რაც შეეხება. ტერიტორიაზეც გამორიცხული არის უკრაინის ნებისმიერი ხელისუფლების აღიარება, ან ჩემი აზრით დასავლეთის ქვეყნებიც აღიარება ამის რუსეთის ნაწილად. მაგრამ პროგნოზები იმაზე სამხედრო თვალსაზრისით რეალისტურია თუ არა ამის დაბრუნება. ეხლა განსხვავებით თქვა 2023-ისგან, აი როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობენ, ამაზეა ლაპარაკი, ხო? და თუ ჩვენ ამოვალთ იმ თავარი ამოსავლის წერტილიდან, რომ პუტინის ამოცანა და რუსეთის იყო არა და 2014 შედარებით დამატებით რაღაც ტერიტორიების ოკუპაცია უკრაინაში, რომ ნაწილი, მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ტერიტორიების ოკუპირებული ქონა 2014-ში, ხო? ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინა, ძირითადად და სამხრეთის მიმართულებით გააფართოვა და აღმოსავლეთ უკრაინაში თავის ოკუპირებები. არამედ მისი ამოცანა იყო სახელმწიფოების დამხობა, ყველაფერი, ყველა ნაბიჯი, რომელიც უკრაინის სახელმწიფოებას დაიცავს შემდგომი რუსული აგრესიისგან, არის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში, უკრაინის ეროვნულ ინტერესებში და არის პუტინის მარცხი. მაქედან უნდა ამოვიდეთ. ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ ამ კრიზისიდან გამოსავალი არ იქნება უკრაინის ნატოს წევრობა, არის რეალობა, სამწუხაროდ, მაგრამ იქვე რაც ჩვენ ვიცით ამ ეტაპზე მკაფიოდ და საჯაროდ არ არის შეთქმულების თეორიით. ტრამპის ადმინისტრაციის შემოთავაზება გენერალ კელოგის პირით ნათქვამი კარგ ახსნის წინ არის, რომ უნდა და ეხლა ხავს ვიცე-პრეზიდენტ ვენსის მიერ ნათქვამი. ოღონდ რა თქმა უნდა ჩვენი მედია ბაბლი ოპოზიციურიც ამ გამონათქვამებს ნაკლებად უყურებს ხოლმე, ხო, რომ ნებისმიერი სცენარი უნდა ითვალისწინებდეს, რომ უკრაინის დამოუკიდებლობა უნდა იყოს დაცული. ეს არის გზავნი. ამ ამოცანის მისაღწევად, დიახ, მნიშვნელოვანი არის სიმბოლურადაც და რეალურადაც პუტინის რეჟიმის მხრიდან აღიარება იმისი, რომ ამ ფაქტს შეეგუენ. და ამის გამოვლენა იქნება, როცა მათი იძულება მოხდება და თუ მოხდება განლაგებას ამას მოკავშირეების ჯარების უკრაინაში. თუ არ მოხდება გაგრძელდება დაპირისპირება. თუ ესე არ მოხდა და ამერიკა მოთხოვა უკრაინას მისთვის მიუღებელ პირობებზე დათანხმება. მე ჩვენ რა შვებით? ჩვენ ყიდება ხელისუფლება, რომელიც ჩვენ მაგ სცენარშიც და თუ კი არა, რაც მე მჯერა და იმედი მაქვს, რომ არ მოხდება, მაგრამ კარგ სცენარშიც გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც ამ დროს ამერიკის ნებისმიერ ადმინისტრაციას ემუშავება იმაზე, რომ აჩვენოს საქართველოს უსაფრთხოების დაცვა და რუსეთის აგრესიისგან დაცვა არის მათი ეროვნული ინტერესი. და ქვეყნის შიგნით და რეგიონში ისეთ ფორმაში დგება, რომ საფრთხე რუსული აგრესიის შეამციროს ან გაანოლოს. ეს არის რასაც შვებით. ამას შვებით ყველა სცენარის შემთხვევაში. აქაც შენ კითხვით ლოგიკური ჟურნალისტისგან კითხვის პასუხად უნდა დავსვათ რიტორიკული კითხვა. ალტერნატივა რა არის? ის ხო გამოვრიცხეთ ის ბოდვა სიცრუეს დამყარებული, რომ თუ არაფერს არ ეცდები რუსეთი შეგეშვება. ეს არის ტყუილი. და სიმართლე მანდ არის რომ მოდი სახელმწიფოებრიობა დავთმოთ და ესე გადავრჩეთ. და სახელმწიფოების დათმობა არის კატასტროფა ეროვნული ჩვენთვის და გავლილი გვაქვს რა ფასიხნის ქვეყანა, რომელიც სუვერენიტეტს კარგავს სისხლის სახით მათ შორის და მსხვერპლის. ჩვენივე მაგალითზე გვაქვს გავლილი. სხვა ვირო დავანებოთ აგერ ჩვენ გარშემო რაც ხდება რუსეთის ოკუპირებულებში. ამიტომ იმაზე სპეკულირების ნაცვლად თუ რამდენად ცუდად წავა საქმე და ბევრჯერ იყო რიტორიკულად ძალიან დრამატული მომენტი, რომელიც მე შეიცვალა რიტორიკულად და ჯერ კიდე შედეგები არ არის, ოღონდ ამ მომენტში არის ვითარება, რომ სამწუხაროდ ჯერ მე მგონი არ გაფორმებულა და იმედი მაქვს რომ გაფორმდება შეთანხმება იმედი მაქვს საქართველოს ეროვნულ ინტერესებიდან გამომდინარე პირველ რიგში
იმიტომ რომ უკრაინის გაძლიერება არის საქართველოს ეროვნული ინტერესი. მინერალებზე შეთანხმება საბოლოოდ, რაც გულისხმობს რა სპეკულაციასაც არ უნდა ქონდეს ადგილი, რა მხელა ეს მარაგი ამერიკის პოლიტიკურ ინვესტიციას უკრაინის სახელმწიფოებრიობაში, ნებისმიერ ადმინისტრაციის და განსაკუთრებით იმ ადმინისტრაციის პირობებში, ვის პირობებშიც ხელი მოეწერება ამას და ეხა როგორც ისევ ციტირებ საკუთარ თავსაც და ჩვენთან პარტიის სხვა ლიდერებსაც ვინც ადრე ვიძახდით რომ ჩვენი ამოცანა იყო ბურთი იყოს რუსეთის მოედანზე და ეს არის ადმინისტრაციის დღევანდელი ადმინისტრაციის ოფიციალური პოზიცია რომ მათ მოედანზე ბურთი უნდა შეწყდეს ცეცხლი და უნდა აჩვენონ რომ არიან მზად სამშვიდობო შეთანხმებისთვის რომელიც ციტირებ ისევ ამჯერად ვიცე-პრეზიდენტს რომლის პოლიტიკური შეხედულებები მსოფლიო წესრიგზე ახლა ჩემს როგორც საქართველოს მოქალაქისთვის ძალიან განსხვავდება ანუ ამერიკის როლთან დაკავშირებით რასაც ვიცნობ მაგრამ ის არის ამ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი და მან თქვა რომ ნებისმიერ მოდელი უნდა უზრუნველყოფდეს უკრაინის დამოუკიდებლობას ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესი მაგრამ ისევ ჰიპოთეტური აპოკალიფტური სურათის რო დავინახოთ რომ ძალიან ცუდად წავიდა საქმე ჩვენ ისევ როგორც ნებისმიერ ხელისუფლებას რომელსაც საკუთარი სახელმწიფოების დაცვა უნდა და უსაფრთხოების ქვეყნის გვაქვს ერთადერთი ამოცანა რომ ისეთი ალიანსები გქონდეს ყველგან სოფლიოში რომელიც ჩვენ მტერს გაანეიტრალებს. ერთი თემა რასაც ისინი იყენებენ კიდევ და აკეთებენ პედალებას არის ის რომ აი ოპოზიცია რო ყოფილიყო აქ გიგაბოკერი ხა თქვენ არ გასახელმე მაგრამ თვითონ გიგაბოკერი ან რომ ხელისუფლებაში ეხა საქართველოს იქნება რატომ იმიტომ რომ დასავლეთი გთხოვდა ჩვენი მხრიდანაც სანქციების დაწესებას და ეს რო გაგვეკეთებინა რუსეთისგან აგრესიას მოლდოვას არ დაუწესებია სანქციები. მოლდოვას არ დაუწესებია სანქციები. კარგა ხანი, ხო? კარგა ხანია. რუსეთისთვის. და რამე გარიყულია, იზოლირებულია, ტყუილია ესეც. თავისუფალი სამყარო იმით განსხვავდება ტირანიებისგან, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ პარლამენტმა რატო ჩაგვიწერა რეზოლუციაში სანქციები. ერთი ხო და ნუ მაცალე ხოლმე და მე მაქვს ყავს დამისვა. ამიტომ მაშინაც კი როცა მის პოლიტიკური კლასის ნაწილს აქვს რაღაც პოზიცია მცდარი. მაგალითად ისეთი როგორც ხონდა პოლიტიკური კლასის ნაწილს გადატვირთვისას, ხო? როცა შენ გეუბნებიან რომ იქნებ დაალაგდე რუსეთთან და შენ უნდა ამას წინამდებობა გაუწიო. მაგრამ ის არ გემუქრება შენ ასეთ შემთხვევაში არც სანქციებით შენ წინამდე. მithumetes არც დაბომბვით და გენოციდით. და შენ ეროვნულ ინტერესებს თუ იცავ შენ როგორც მოლდოვის ხელისუფლება ნებისმიერმა სხვამ შეიძლება უთხრას რომ აი ეს შემიძლია ეს არ შემიძლია შენ ეროვნულ ინტერესებით გამოდიან ჩვენ გვაძალებდა ეხლა წინა დღეს იჯდა იმის პირდაპირ ეთერში იმედის ეთერში ირაკლი ყობახიძე და ყვებოდა რომ ჩვენთან კაბინეტში იყო წარმომადგენელი და პირდაპირ ეს გვაძალებდა და ტყუილი და პაპიროსი პირში გავიგე 1000 ივანიშვილმა მოყვა რომ ბაიდენის ადმინისტრაცია, რომელიც მოწადინებული იყო, რომ ნებისმიერი გართულება აეცილებინა რუსეთთან თავზე. ეს იყო მისი კრიტიკა თავის დროზე, მე ციტირებ. რომლის ხედვა იყო საერთოდ, რომ არ უნდა იყოს და ნატოს გაფართოებაზეც იგივე პოზიცია ჰქონდა. რომ ის თხოვდა თურმე საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც ამ რეჟიმის წყალობით დღეს ძალიან რთული ვითარება აქვს თავდაცვის მდგომარეობის თვალსაზრისით, ომის დაწყებას, რომ განადგურებულიყო აქ ყველაფერი. და ჩაკეტილიყო ტრანზიტი დასავლეთისთვის ენერგო და სავაჭრო ტრანზიტი რომელიც რუსეთში ჩაიკეტა და საქართველოს ასრულებს ახლა ნაწილობრივ ამ ფუნქციას აი საკუთარი თავის დაზიანება უნდა დასავლეთსო ეგეთ ტყუილი მოიგონეს მათი ძალა ეგ არის ხო უტიფრობა აი ამ სახით ყობახიძის სახე ამის ყველაზე ესეთი მაგალითია და ჩვენ მე სერიოზულად ვიმჟღავნებთ ამ ბოდვაზე რომ დასავლეთი საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ ცდილობდა საქართველოს კოლაფსს ეს ხო სისულელე როცა ვიცით ხო რომ თუ რამეში უნდა ვაკრიტიკოთ დასავლეთი ადრე ან ეხლა იყო სწორედ მცდარი ანალიზი იმისი რომ რუსეთის აგრესიის შეჩერება შეიძლება მისი არ გაღიზიანებით სწორედ აი ზუსტად იმით რაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს მაგან მოგვიყვანა და ეს ხალხი ხა გვეუბნება რომ ის პოლიტიკური კლასი დასავლეთის რომელსაც ეს მცდარი ხედვა ქონდა თუმცა მათ თხოვდა რადიკალურ ნაბიჯებს როცა ყველა მიცის რომ საქართველოს ეგ არც შეუძლია და არც უნდა გააკეთოს ეს ამიტომ დიპსტეიტს ებრძვის და ოცნება აი კიდე ერთი მაგალითია მანდაც უნდა ვამხილოთ ესენი ამ უტიფარ სიცრუეში დიპსტეიტი თუ კი რამე არის საქართველოს დიპსტეიტი ეს არის ქართული ოცნება დიპსტეიტი რა დიდი ბიუროკრატია რასაც უპირისპირდება ხო ივანიშვილის იქ რაზეც არის დისკუსია მთავრობის ზომის შემცირება ბიუროკრატიის გაუქმება ბევრგან და დერეგულირება ანუ მთავრობის ფუნქციების შეკვეცა ისევ არ შევდივარ იმ დისკუსიაში იდეოლოგიურად ვინ არის მართალი და ვინ როგორ აფასებს ამ ამბავს ამერიკაში. ოღონდ ეს უტიფარი აფერისტები, რომლებიც ვიმეორებ სოციალისტური ბანაკის წევრები იყვნენ, რადიკალებთან მეგობრობდნენ სოციალისტებთან და მე იქიდან გამოვაგდეს, იმიტომ რომ ნუ აი ყველა ზღვარს გაცდენ და რომლებმაც გენდერული კვოტები შემოიღეს საქართველოში. იმისთვის რომ იმ მომენტში დიპსტეიტმა ეხლა ვცლითო ყველაფერს რა ანუ არაკაცები ვიყავით არ ადამიანები გენდერული ის რა დამბრალდეს და უსინდისო მატყუარები და ეხაც ვართო. ხო, მაშინ ჩვენ გვამხელდნენ. ჩვენ პოლიტიკურ გუნდს წინამდე მივეცეთ ჩვენ შეხედულების გამო ამ კვოტებს. ანუ არა იმიტომ რომ ქალთა უფლებების და თანასწორობის წინამდე კვოტები გვაჩინე ფუნდამენტურად არასწორე მემარცხენე ექსტრემიზმად.
ასეთი. ოღონდ ესენი მაშინ უგორებდნენ იმ კონიუნქტურას, რაც ზოგ საერთაშორისო ორგანიზაციაში იყო და თვითონ არიან მაგალითად იმისი, რომ საკუთარი ძალაუფლებისთვის და იმ მომენტში რაღაც გაგორებისთვის ფეხებზე კიდიათ. თვითონ არც ჯეროდათ მათი უმრავლესობა რეალურად ქალთა უფლებების მიმართ შუა საუკუნეებრივი წარმოდგენიც არის. ოღონდ კვოტებს ხმას აძლევდნენ. ესეც მაგალითია, მაგრამ ეს გავიხსენე სწორედ იმის საჩვენებლად, თუ როგორი პატარა ამ სიტყვის ყველაზე ცუდი მნიშვნელობით სამწუხაროდ ძალაუფლება ამ კაცს აქ და მის გარემოცვას უსინდის აფერისტი ფარისევლები არიან ამ საკითხშიც. ამათი მთელი მოღვაწეობა ხო რა იყო? მთავრობის ზომის გაზდა, ბიუროკრატიის გაზდა, ადამიანების ცხოვრებაში ამ მათი გავლენის გაზდა და თქმა რომ ჩვენ ვართ მშობლები, ჩვენ მოგხედავთ. ღარიბაშვილის ფრაზა გაიხსენეს ამას წინათ, რაღაც ლიბერტარიანული იდეებით დაღუპეს ქვეყანაო. ამასაც იზახდნენ, იმიტომ რომ იმ მომენტში კონიუნქტურას ასე აფასებდნენ. დღეს პირიქით ლაპარაკობენ. ის რაზეც დისკუსია ამერიკაში, რაზეც ლაპარაკობს ეს ადმინისტრაცია, deep state-ის სახით, ანუ დიდი ბიუროკრატია, დიდი როლი მთავრობისა, რეგულირებები, მემარცხენე იდეები არის ზუსტად ის, რაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს აქ. ოღონდ ისევ კონტექსტი განსხვავებულია, მე იმის თქმა არ მსურს, რომ თქვათ მოწინააღმდეგეები ამისი შეფასებებში იგივე არიან, რაც ოცნება, ეგეც არასწორი იქნება. იქ ეს რეალური დისკუსია, ჩემი მსოფლმხედველობრივი ხარე სადაც არიან. არა, მასკი, ამიტომ თუ ვიხუმრე. ხო და არა, მაგას ვთქვი, რომ გირჩის პრობლემა ის არის, რომ ის უნებლიე თვითონაც აქაც რაღაცა ვოუკ მემარცხენეებთან დებატებს მართავენ საქართველოში. რა თქმა უნდა, მე ვთვლი, რომ მემარცხენე ექსტრემიზმის სიხიფათეა თავისუფლებისთვის მეც ესე ვთვლი და უნდა ვეკამათოთ. ოღონდ ყოველთვის უნდა ვთქვათ, რომ ივანიშვილის რეჟიმი რასაც უპირისპირდება, ამასთან არაფერ კავშირში არ არის ეს. ის ცდილობს, რომ ჩვენთან საზოგადოება მოატყუოს, დასავლეთში მიმდინარე დებატები გადმოიტანოს ჩვენთან ისეთ საკითხებზე, მათ შორის, სადაც რომელიც ან რელევანტური არ არის ჯერ, ან სადაც პირიქით თვითონ არის რეალურად მეორე მხარეზე, უგონოდ შემოატრიალოს ეს და ვინც ახლა ამას შეემება და საქართველოში იწყებს ვოუკ მემარცხენეობის მხილებას იდეებში და დაუპირისპირდით, მაგრამ უნდა თქვა, რომ ჩვენთან ფუნდამენტური თავისუფლება დგას საფრთხის ქვეშ, რომელსაც არც ერთი კონსერვატორი არ აყენებს ეჭვის ქვეშ დასავლურ ცივილიზაციაში. გასაგებია, რომ მათი ოპონენტები იტყვიან, რომ ასეთები ხართო და ამიტომ არ უნდა უყვეთ და არ უნდა დავაკოპიროთ ხოლმე დასავლური დებატები. ჩვენს რეალობაში იქნება ეს ტრამპთან დაკავშირებით, ბაიდენთან, ობამასთან თუ ნებისმიერ საკითხზე. ამ ხელისუფლების პერსპექტივას ტრამპის ადმინისტრაციასთან დავაგების 2 დღის წინ ელჩი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს და ამან გამოიწვია ოცნებაში დიდი აჟიოტაჟი, რომ აი თქვენ კი გეგონათ რომ არ გვაღიარებენ, მაგრამ გვაღიარებენ. ხო, აი მანდაც საწყისი პოზიცია იმ ხალხის, ვინც ასესვავდა საკითხს, ჩვენს ბანაკში იყო მცდარი და მანდაც ისინი უნდა ვამხილოთ. ანუ თავისთავად რეჟიმი, რომელსაც საზეიმოდ აქვს საქმე, რომ ელჩი შეხვდა. როგორ შეიძლება ეფექტური ლობისტი იყო საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის? მიხვდით ეს გულისხმობ. ანუ საკითხი ასე უნდა დავსვათ, თუ ეგ არის სიმართლე. თავისთავად ელჩები იმისთვის არიან, რომ პოლიტიკურად არალეგიტიმურ რეჟიმსაც ელაპარაკებიან ყველგან მსოფლიოში. ანუ სრულად მიუღებელ რეჟიმს და სანამ ამ ხელისუფლებას აქვს ძალაუფლება რეალური. ყველა საერთაშორისო მოთამაშე გარკვეული ფორმით მათთან იქნება კონტაქტში, რომ ძალაუფლება აქვს ჯერჯერობით. ამიტომ არც ამაზე არ უნდა გქონდეს ისტერიკა. გასაგებია, რომ ზოგჯერ და ამ შეხვედრას არ გულისხმობთ, რომ აქედან ამ შეხვედრაზე იყო გზავნილი, რომ ძალიან მშრალი და დიპლომატიური ენაზე ძალიან აგრესიული, რომ გავახსენეთ ის ნაბიჯები, რომელიც სჭირდება ნორმალიზებას ურთიერთობის. ანუ იზოლაციაში არიან. ამაზე ელაპარაკი. და ჩვენი მხრიდან იყო აღშფოთება, ჩვენი მხრიდან კარგ ადამიანებს გულისხმობ ამ თემაზე, რითაც ასევე პროპაგანდისტულ საჩუქარს უკეთებთ ივანიშვილის რეჟიმს, თითქოს რაღაცას მიაღწიეს. და უნდა უთხრათ ყველა ადამიანს, მათ შორის მოყოყმან ადამიანებს, რომ ანუ რეჟიმი ესე აყენებს საკითხს თავის პროპაგანდაში, რომ გამარჯობა თუ ვიღაცა გამარჯვებას ეთქვის. და ამათ უნდა დაიცვან ჩვენი ეროვნული ინტერესები სადმე, მით უმეტეს თუ ცუდი სცენარი ვითარდება მათი არასწორი ინტერპრეტაციით, რასაც ვიხსენე, რომ აი სოფლიო აი ამისკენ მიდის, მით უმეტეს კიდევ თორემ რომელსაც ყველგან მიესწრება, რომელსაც შეუძლია რომ ბევრი პარტნიორი ყავს. გონიათ ბაიდენის ადმინისტრაციის კაცრის ასაქციო პოლიტიკა გაგრძელდება ტრამპის პირობებში. ოცნების წინააღმდეგ. მე მაშინაც თავს ვიკავებდი თუ გახსოვთ, რაიმე პროგნოზებისგან. და ეხლაც რაც არ ვიცი, იმაზე ლაპარაკი არ მიყვარს. ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში სანქციები პოლიტიკური ხელისუფლების მიმართ აღმასრულებელი და ივანიშვილის სულ ბოლოს მოხდა. ანუ ხშირად არის ხოლმე თავისუფალ სამყაროში, რომ ასეთ პროცესები და ეს ეხლა კი არ ვიძახი, ადრე ვიძახდი. ან იწელება, ან იყო რეჟიმები, რომელიც საერთოდ სანქციების ქვეშ ვერ მოხვდნენ. ანუ დასავლეთთან დაპირისპირებული რეჟიმები. იანუკოვიჩს არ ქონია სანქციები, ამასთან შედარებაც კი არ შეიძლება, ხო? მაგრამ კიდევ ერთხელ რომ დაუბრუნდე იმ საკითხის ისე დასმას, რომ აი რა მოხდება, როგორ მოხდება, ჩვენ რა მოვიდეთ იქიდან ნებისმიერ სცენარში კაცდება სანქციები, ან ჩვენ და სამწუხაროდ თქვათ სანქციების არ გამკაცების კონტექსტში კი არა, მაგრამ ინტერესის თვალსაზრისით იმარჯვებს ის გეოპოლიტიკური ხედვა, რომ აი რაღაც ჩინეთის საფრთხისგან ციტირება შემთხვევაში დისკუსიას, რომელიც დასავლეთში არის. ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელსაც ლეგიტიმაციის პოლიტიკური პრობლემა კი არ აქვს და ელჩთან შეხვედრა კი არ უხარია და პირობები კი არ აქვს დასაკმაყოფილებელი, რომ დაალაგოს ურთიერთობა
არამედ ისეთი, რომელსაც აქვს რეპუტაცია, რომ კაი გაგებით პარტნიორებს მიაწვეს საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის. ან ყველაზე უფრო ჩვარი არის ის ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მომხრეების მოტყუებას ცდილობს, რომ გამარჯვებას მოიპოვე, შემხვდა ამერიკის ელჩი და მითხრა, რომ შენ თვითონაც იცი რა პირობები უნდა დააკმაყოფილო, თუ გინდა რომ ნორმალიზება მოხდესო. აი რომც ისევ წარმოვიდგინოთ ის სცენარი, რაზეც ისინი აკეთებენ, ფსონსდებენ, რომ აი რაღაცა მოხდა პოლიტიკურად შეგუება ამ რეალობასთან გრძელობდნენ, რომ პროტესტი სანამ გრძელდება, ეს ასე არ არის ნამდვილად და ამიტომ პროტესტის გაგრძელება მნიშვნელოვანია და სარგებლო ბეთერით 31-ში ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს, იმ დღეს, როცა დიდი პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად მაშინ 30 წლის წინ იყო სრული ერთობა ქართულ საზოგადოებაში, კიდევ ერთ დღე იქნება ჩვენი ძალის რეფერენდუმის დღე და ეს დღე ძალიან კაი მაგალითი არის თორსობის რომ სამწუხაროდ მე ტრაგიკულებები მოყვა ხო თვითონ შიგნით დაპირისპირების სახით ჩვენ ქვეყანაში მაგას, მაგრამ მაგის მიუხედავად ის დღე იყო მაგალითი რომ ხალხი რომელიც პოლიტიკურად ერთმანეთს ვერ იტანდა, პოლიტიკური კლასის ნაწილიც კი ისინიც კი ერთიანები იყვნენ, ვისაც ახსოვს და მე კარგად მახსოვს ეგ დღე. და ამიტომ ამ დღეს შეკრება, მაგრამ გამექცა აზრი, სანამ პროტესტი გრძელდება პოლიტიკური იზოლაციაში დარჩენის ალბათობა მათი მაღალი არის, ოღონდ ჩვენთან არ ყოფილა სცენარი, სადაც ვინმე სხვა აღიარა თავისუფლ სამყარომ ხელისუფლებად, ხო? ესეთ სცენარი არ ყოფილა, ამიტომ გაკვირვება იმითი, რომ რომელიმე ელჩი შეხვდა ან დაელაპარაკა და მithmes აღშფოთება ჩემი აზრით არაზუსტია. მესმის ემოცია ადამიანების, მაგრამ პოლიტიკოსებს და ადამიანებს, ვინც გარკვეულია საერთაშორისო ურთიერთობებში, ამაზე აღშფოთება ამ ფორმით არ უნდა გამოეხატათ და არ უნდა ეხმარებოდნენ ირიბად ივანიშვილის რეჟიმს. იმათი რომ წარმატებას ჩაიწერონ იქ, სადაც წარმატებას ქვეყნისთვის ადგილი არ აქვს და ჩვენ ისინი რომ ვამხილოთ სწორედ მაგაში, რომ მათი წარმატებები ეგრეთ წოდებული ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან არ კავშირში არ არის. და ბოლოს მოკლედ მითხარით, ბევრი თვა აღარ დაგვრჩა, ოპოზიცია ამ სიტუაციაში რას უნდა აკეთებდეს თქვენი აზრით? ჩემი აზრით ოპოზიცია უნდა აკეთებდეს იმას, რასაც ფედერალისტები ვაკეთებთ, რასაც ცდილობდა ყველა სხვადასხვა თავის კუთხით და პირველი ნიშნები არის ამ მიმართულებით სწორი შემოტრიალების. საკუთარი თავის შიგნით კლიმატის გამოცვლა და იდეურ მომხრეებზე დაყრდნობა ამ ყველაფრის იმ ფორმით დახმარება პროტესტის, რაც რისი რესურსიც ოპოზიციას აქვს და არა მცდელობა რომ რაღაცის რისი ლეგიტიმაციაც არ გაქვს პოლიტიკური იმის სათავეში აღმოჩნდე და თუნდაც რაღაცა კარგი ხალხის ნაწილი მოგიწოდებდეს მეტი გამოჩენისკენ ან ეგრეთ წოდებული ერთიანობისკენ და რაც თავარია ერთიანობა იმ საკითხებში და დემონსტრირება ამისი, რაზეც ვთანხმდებით და რაც პრეზიდენტ ზურაბაშვილის შეხვედრაზე მოხდა. ბევრ კონკრეტულ საკითხთან ისე როგორც ზოგად გზავნილთან დაკავშირებით და ხო, კოორდინაცია ბევრი საგარეო გზავნილისა, ბევრ საკითხში საგარეო გზავნილისა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ვიმეორებ კიდე რაც თავარია ამ პროტესტისთვის აქტიური დახმარება, შენი აქტიურობით, ყველა მიმართულებით იქნება ეს რაიმე საკითხზე, ცხელი ხაზი და დახმარება თუ შინაარსთან დაკავშირებით საკუთარი იდეების მიწოდება, ისე როგორც მე რჩები ჩემაზე, ერთიანობასთან ერთად იმ საკითხებში, რაზეც ვთანხმდებით, დისკუსია მომავალზე არსებით საკითხებთან დაკავშირებით.